ბიზინა ივანიშვილმა ხელისუფლება მიისაკუთრა, მიიტაცა 2024 წლის 26 ოქტომბრიდან თითოეულმა თქვენგანმა იცის ეს ზედმიწევნით კარგად ჩემზე უკეთ მეთქი ვიტყვი ასე. ის რაც გააკეთა ბიზინა ივანიშვილმა, ეს იყო რუსეთის დავალება. რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ აწყობდა სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოს სათავეში, რამდენადაც რუსეთს სურს, რომ საქართველო იყოს სუსტი ქვეყანა, თუ საერთოდ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო, ჩვენი სამშობლო სახელმწიფო. ამის შემდეგ რუსეთის დავალებით ბიზინა ივანიშვილმა დააპატიმრა პოლიტიკოსები, დააპატიმრა რიგითი, მაგრამ აქტიური მოქალაქეები ამოამწყდია თუ გამოამწყდია ისინი საპატიმროებში, იცით თქვენ რომ სინდისის დაახლოებით 120-130 პატიმარი ყავს და კიდევ პოლიტიკოსი პატიმრები ყავს დაახლოებით 200. ეს ყველაფერი კვლავ ვიმეორებ მოხდა რუსეთის დავალებით, შესაბამისი სამსახური FSB-ი, რომელიც ემუშავება ბიზინა ივანიშვილს იქიდან, მოსკოვიდან, ან მისი წარმომადგენლები ემუშავებიან აქ ბიზინა ივანიშვილს აბასთუმანში არიან, ან თბილისში არიან, ან არ ვიცი სად ჯანდაბაში არიან, ისინი ემუშავებიან არა მხოლოდ ბიზინას, არამედ ბიზინას პაჟებს, კობახიძეს, პაპუაშვილს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასე მაგალითად ამ პაპუაშვილს იცით თქვენ რომ ავალებენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ანტიევროპული განცხადებების გაკეთებას, კობახიძეს იღებს შესაბამის დავალებებს, ყაველაშვილი პრეზიდენტად წოდებული, სხვები და სხვები, არ ვიცი, არ ჩამოდიან ალბათ ირაკლი ზარქუამდე, რომელიც გულაობს სადღაც მონაკოში თუ არ ვწდები თუ სადაც გულაობს იქ, მაგრამ ირაკლი ზარქუა მართლა ჩალის ფასიანი კაცია რუსებისთვისაც კი და ამათთვისაც კი ჩალის ფასიანი კაცია, ამიტომ მასზე არ ანაკლებად უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ესე ხელი ექნება ჩამოდებული ვინმე ქალბატონის მარცხენა თუ არ ვწდები მხარზე. ბიზინა ივანიშვილი უკლებრივ ყველა დავალებას უსრულებს, რუსული კანონებიც მიიღო, მიაღებინა ბიზინა ივანიშვილმა, იცით თქვენ, რეპრესიები გააგრძელა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, დაანონსა და გარკვეულზე მაღალი ალბათობით ის აკრძალავს პოლიტიკურ პარტიებსაც. იცით თქვენ, რომ ემიგრაციას არ მიეცემა შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობისა, ესეც რასაკვირველია რუსეთის კარდახით ხდება. მაგრამ ბიზინა ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა მოლოდინი, რომ სანაცვლოდ რუსეთიც რამეს გააკეთებდა არა იმდენად მისთვის, რამდენადაც საქართველოსთვის, ამ ქვეყნისთვის, რომელიც მას არ უყვარს, რასაკვირველია, მაგრამ მოდი სხვა ტერმინს ვიხვალ ახლა, სხვა შეფასებას შემოგაშველებთ, უყვარს თავისებურად, აი ჭორვილურად უყვარს, პროვინციულად უყვარს. საბჭოთა ბიზინა, საბჭოთა კავშირის პროდუქტია და საბჭოთა კავშირის ბანდიტს უყვარს ბანდიტურად ის საქართველო, რომელიც ჩვენთვის ქვეყანა სახელმწიფოა, ხოლო მისთვის კი პატარა სოფელი, ასე ვიტყვი, სოფლიოს მასშტაბით მეთქი თუ გნებავთ დავძენაზე. რუსეთი კი სანაცვლოდ არაფერს აკეთებს. მთავარი რაც სთხოვს ბიზინა ივანიშვილი რუსეთს, არის ტერიტორიული პრობლემების მოგვარება. ანუ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ცხინვალის რეგიონი რაც არის რეალურად, ამ რეგიონებთან ერთიანი თუნდაც კონფედერაციის შექმნას. მაგრამ რუსეთი იცით თქვენ რომ უცელ ამოუყორავი ქვეყანაა და რუსეთს ყველაფერი რაც წაღებული აქვს ის რუსეთი ამ წაღებულს არასდიდებით და არანაირი ფორმით არ აბრუნებს უკან, არ უბრუნებს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მან გაანადგურა წლების წინ და წლების განმავლობაში ყოველ შემთხვევაში დაასუსტა. აი მაგალითად დონბასს, ან ყირიმს ის არასდიდებით და არასოდეს თავისი ნებით ყოველ შემთხვევაში არასოდეს დაუბრუნებს უკრაინას, იმიტომ რომ იტყვის რომ ეს არის ისტორიული რუსული მიწებიო, დონბასზე იტყვის რომ ეს არის მალორასია, დონბასზე კი არა, დნეპროპეტროვსკზეც იტყვის თუ ოდესაზეც თუ ხარკოვზეც რომ მოინდომოს, რომ მოახერხოს და მოინდომოს იმ შემთხვევაში. ბიზინა ივანიშვილი ამ ხნის განმავლობაში ეაჯება, ეხვეწება, ევედრება, მე მზადა ვარ კონფედერაციაზეც. პოლიტიკური პარტიები ხომ ავკრძალე, პოლიტიკოსები ხომ დავიჭირე, არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ გავანადგურე, სინდისის პატიმრები, რომლებიც მეწინააღმდეგობას მიწევდნენ, ისინი ხომ გამოვამწყდიე საპატიმროში და გთხოვ,
გებედრები, გებუდარები, შენც გადმოდგი ჩემსკენ. ნაბიჯიო ზაზა შათირიშვილმა ამ ბიზინა ივანიშვილის კარის ვითომ ფილოსოფოსმა გუშინ იცით თქვენ გამოაქვეყნა უზარმაზარი წერილი, უზარმაზარი, თუმცა იმაზე ნაკლებად დიდი, იმაზე მცირე, ვიდრე აქვეყნებს ხოლმე და იმ წერილში სხვათა შორის ამ ფილოსოფოს ბიზინა ივანიშვილისა წასცდა კრიტიკული პასაჟები შენიშვნები რუსეთის მიმართაც. თქვენ ვერ დაიცავით იანუკოვიჩი, თქვენ ვერ დაიცავით ასადი, თქვენ ვერ დაიცავით ცალკეული ის ტერიტორიები, რომლებზეც გავლენა გქონდათ, ვენესუელა ვერ დაიცავით, მადურო ვერ დაიცავით და თითქოს გამოსჭვიოდა, თითქოს ფონად გასდევდა, რომ ჩვენ დაგვიცავთ კი, ბიზინა ივანიშვილს დაიცავთ კი. ეს არის კითხვა, რატომ დაწერა? კი არა, დააწერინა ბიზინა ივანიშვილმა ზაზა შათირიშვილს სწორედ ამ აქცენტების ამ თავარი აქცენტების წერილი, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილმა შესანიშნავად გაიგო, რომ რუსეთმა შეიძლება ისიც კი გასციროს, მით უფრო ისეთი ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ჯიქურ აწვება იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თუნდაც კონფედერაციის სახით, კონფედერაცია კატასტროფა იქნება ჩვენთვის, უნდა აღდგეს ყველაფერზე თანახმაა ბიზინა ივანიშვილი, რუსული ბაზების დაკანონებაზე, თანახმა ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე, ევროკავშირზე და ნატოზე უარის თქმაზე, თანახმა ოპოზიციის სამუდამოდ ლამის გამოკეტვაზე, ერთპარტიულობაზე, დემოკრატიის მთლიანად ამოშანთვაზე და მოდით ვიყოთ გულახდილები, არ ვიცი რამდენი პროცენტი, 30, 35, 40% საქართველოს ამომრჩევლებისა, იმ შემთხვევაში თუ ბიზინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, ანუ აკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, ერთპარტიულ სისტემას დააკანონებს, რუსულ ბაზებს დააკანონებს საქართველოში და ოღონდ დაიბრუნებს აფხაზეთს თუნდაც და ცხინვალის რეგიონს თუნდაც კონფედერაციის სახით 40-50 შეიძლება 60%-იც კი ამაზე ყაბულ, ანუ თანახმა იქნება, მაგრამ თავარი მოთამაშე პუტინი, თავარი მოთამაშე რუსეთი არ არის ამაზე თანახმა, როგორც ჩანს, ის ითხოვს ერთს და მთავარს, იმას ითხოვს, რასაც ვერავინ ვერ გადააბიჯებს, ვისაც ქართული გვარი აქვს, მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა ალბათ ბიზინა ივანიშვილზე ხوارასოდეს შემიქია და არც ვაპირებ ცხადია. ბიზინა ივანიშვილზე უარესი რუსებიც კი არიან ჩვენ სინამდვილეში, ჩვენს ქვეყანაში, ან ჩვენ სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგალითად იგორ გიორგაძე რომ იყოს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ის აღიარებდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ვაქებ ბრჭყალებში ცხადია ბიზინა ივანიშვილს, ვიცავ ბრჭყალებში და საკვირველია ბიზინა ივანიშვილს, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი აი ეს მონამორჩილი პუტინისა თუ FSB-სი თუ კრემლისა თუ მოსკოვისა თუ რუსეთისა ამ ნაბიჯს კი ვეღარ დგამს და ამით იწვევს გარკვეულ გულის წყრობას რუსეთისა და აკი ამაზეც არის დაფუძნებული ზაზა შათირიშვილისეული ლოგიკა თუ კითხვა უფრო ზუსტი რო ვიყო გაგწირავთ თუ არა ჩვენ თუ ისინი გასწირეთ რა გარანტია გვაქვს თუ გასწირეთ იანუკოვიჩი გასწირეთ მადურო გასწირეთ ასადი და კიდევ ვინ იცის ღმერთმა უწყის რამდენი რა გარანტია გვაქვს რომ თქვენ არ გასწირავთ ბიზინა ივანიშვილს სწორედ ეს სიკითხება სტრიქონსა და სტრიქონს შორის ზაზა შათირიშვილი კარის ფილოსოფოსად წოდებულის იმ ეპისტოლეში რომელიც მან გუშინ შემოგთავაზა და რომელსაც ის აწერს ხელს ხაზგასმით ვამბობ მაგრამ ალბათ მაინც ძირითადი პასაჟები ან დაწერილია უშუალოდ ბიზინა ივანიშვილის მიერ ან შეთანხმებული გადათანხმებულია სწორედ ამ ოლიგარქ კაცთან რა ბედი ელის იოანიშვილს იმისგან რუსეთიდან რა ბედი ელის იმის გათვალისწინებით თუ ის არ წავა არა მხოლოდ ახალ არჩევნებსაც ეგრა მაგის პასუხია ითხოვს რუსეთი რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს ქართულმა რუსულმა ოცნებამ და გააუქმოს საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ საბოლოოდ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ააკანონოს რუსული ბაზები ამ 4 მიზნის გამო არამედ იმ შემთხვევაშიც რა ელის ბიზინა ივანიშვილს თუ ძალიან მალე არ გააფორმებს ხელშეკრულებას აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ და ამასაც ითხოვს მოსკოვი როგორც შუალედურ ნაბიჯს სავიდრე საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე და უკვე შემდგომ არ აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რა ბედიელის
ბიზინა ივანიშვილის რუსეთიდან, რომელიც მუცელა მოუხორავია. თუ ვინმეს გონია, რომ რომელიღაც ეტაპზე ეს შლეგი ლიდერი პუტინი უკან დაიხევს და ეთქვის, რომ ოკეი, რადგან ყველაფერი გამიკეთეთ, მე თანახმავარ რომ კონფედერაციაზე დაილაპარაკოთ თქვენ აფღაზებთან და სამხრეთ ოსეთთან და მე არ ჩავერევიო, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამას ითქვის რომელიღაც ეტაპზე პუტინი თუ მოსკოვი ზოგადად, რაც საკვირველია ეს ვინმე ცდება. რუსეთი მუცელა მოუხორავი ქვეყანაა, რომელსაც კავკასიის რეგიონში გაგიკვირდება და უნდა, ესე იგი, სომხეთი, რომელიც უნდა ამოვაყირაოს ეგრე მაგის პასუხი, ანუ ფაშინიანი უნდა გააგდოს, ალიევი, რომლის თბილი და ტკბილი და პარტნიორული ურთიერთობები თურქეთთან მაქსიმალურად უნდა შეარყიოს და მოარღვიოს, ეს ორი სახელმწიფო, დანარჩენი საქართველოს ნაცრისფერი ზონაც არა, რუსული ზონა, ანუ ბიზინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, უნდა იყოს დანარჩენი საქართველოს ის მმართველი, რომელიც თავიდან ბოლომდე დურთავს თავს რუსულ სივრცეში, პრაქტიკულად გააუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. მეოთხე სუბიექტი უნდა იყოს ისედაც ჯიბეში არსებული აფხაზეთი, რომელსაც რასაც უნდა იმას უშვება და მოვუკიდებლად იმისა, ვინ ახტება და ვინ დახტება ზღვისპირეთში, ჩვენს ისტორიულ რეგიონში და მეხუთე უნდა იყოს სამხრეთ ოსეთი, რომელიც ვინ იცის და უნდა შეუერთოს რომელიღაც ეტაპზე ჩრდილოეთ ოსეთსაც კი და კიდევ ერთი ექსკლავი ქვია ალბათ ამას, მოკლედ თუ კიდევ ერთხელ უნდა შემოიჭრას, ამ ფორმითაც უნდა შემოიჭრას ის კავკასიის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, კავკასიის ქედ გადმოღმა, სამხრეთ კავკასია მაინც არასწორი ტერმინია, უნდა დაფიქსირდეს როგორც სახელმწიფო. ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც არ ვაქებ, რასაკვირველია, ამ ყველაფერზე ვერ მიდის, ვერ აზდიდებით, იმიტომ რომ შესანიშნავად იცის. ვინმე აპატიებს მზია ამაღლობელის, თუნდაც 1% მოქალაქეებისა, ამომრჩევლებისა აპატიებს ბიზინა ივანიშვილს მზია ამაღლობელის, ანდრო ჭიჭინაძის და სინდისის სხვა პატიმრების ამომწყდებას. მეტი პროცენტი აპატიებს მას მიხეილ სააკაშვილის ამომწყდებას თუ ამოლპობას საპატიმროში. მას აპატიებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე უარის თქმას, ევროკავშირზე და ნატოზე, თუმცა რომ აგორებული აქვს მის პროპაგანდას მთელი კამპანია ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ. მას აპატიებენ რუსული ბაზების დაკანონებასაც, სადღაც ისედაც არისო, ვინმე იტყვის, აგე 4 თუ 5 ბაზა, მართლაც სამხრეთ ოსეთად წოდებულ ცხინვალის რეგიონში 2 ბაზაა მინიმუმ, აფხაზეთში არის სოხუმის, გუდაუთისა და ოჩამშირის ბაზები მინიმუმ, ანუ 5 ბაზაა ისედაც და სტატუს კვოს შევეპუოთო და შევეგუოთო, ვინმე იტყვის ქართული საზოგადოებიდან, არ ვიცი, პირობითად 7% ჩვენი ტვინ გამორეცხილი მოქალაქეებისა, ტვინი გამოურეცხა მოქალაქეებს არა მხოლოდ ქართული ოცნების პარტიამ, არამედ პირველ ყოვლისა ქართული ოცნების პროპაგანდისტურმა მედიამ, რომელიც გაცილებით სერიოზულ როლს თამაშობს ტვინის გამორეცხვის პროცესში, ვიდრე ვინმე ზარქუა, თუნდაც პაპუაშვილი, კობახიძე ან მაკაბოჭორიშვილი, ასე მაგალითად რატო უნდა მეხსენებინა სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ არ აპატიებს 100% მისივე ამორჩევლები არ აპატიებენ ბიზინა ივანიშვილს, დღეს და ახლა არ აპატიებენ, თუ ბიზინა ივანიშვილს მოაწერს ხელს, ან მოაწერინებს ხელს ყაველაშვილს თუ კობახიძეს ამგვარ წინადადებას. საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. დამთავრებულია ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფო როგორც ასეთი, დომინოს პრინციპით გადავრცელდება აღიარება, შეერთებული შტატებიც კი ჩვენს მიერ აღიარების შემთხვევაში ჩვენზე მეტად ვერ დაიცავს და არ დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. და ბიზინა ივანიშვილი, რომელიც არ უნდა ვაქოთ არავითარ შემთხვევაში ამაზე ვერ მიდის. რა გამოსავალი აქვს ამ ადამიანს, რომელმაც ესოდენ ბიზინა ივანიშვილს, რომელმაც ესოდენ სერიოზული ინფილტრაცია მოახდინა რუსული სპეცსამსახურებისას ჩვენს პრაქტიკულად ყველა უწყებაში. ასე მოარღვია ინსტიტუტები, ასე მოანგრია ქვეყანა, ასე მოანგრია დემოკრატია, ასე გაანადგურა ოპოზიცია, ასე ანადგურებს მედიას, ასე გაანადგურა არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ, მოკლედ საქართველოს დესუვერენიზაციას შეუწყო ხელი, ანუ შეუწყო რუსეთიზაციას და გრუზიად საქართველოს გარდაქმნას. რა გამოსავალი აქვს პირს, რომელმაც სიძულვილი ესოდენ გააღვივა ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით მისი მომხრეების სიძულვილი, მისი ოპონენტების, მისი კრიტიკოსებისა და ოპონენტების მიმართ თუ წინააღმდეგ, რა გამოსავალი აქვს. თუ ბიზინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ის გაწელავს პროცესს და რუსეთს დაათმობინებს და წამოიყვანს იმაზე, რომ ამ უკანასკნელმა ან რუსეთის ფედერაციამ რომელიღაც ეტაპზე უთხრას თანხმობა კონფედერაციაზე,
ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველია ცდება არასწორი კალკულაცია გათვლა ანალიზია ეს ყველაფერი თუ ვინმე ამას ეუბნება ამას აბოლებს ბიზინა ივანიშვილი ეს ვინმე არის მათხოვა რა ეს უნდა გაიგოს აბასთუმრის უღრანებში გამაგრებულმა ოლიგარქმა თუ ანუ რუსეთთან დალაგება თუ გონია რომ შესაძლებელია რუსეთთან დალაგება მეორე სხვა გამოსავალია მან უნდა დათმოს ხელისუფლება არჩევნების გზით ოღონდ არა იმ არჩევნების გზით რომელსაც თავაზობს რუსეთი რიგარეში არჩევნებს თავაზობს რუსეთი მაგალითად მაისის თვეში იმ პირობებით რომ ოპოზიცია აღარ მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებში განადგურებული იქნება და ოპოზიციის ლიდერები იქნებიან საპატიმროში არამედ თავაზობს სწორედ რუსეთის მოდელი როცა ყველა იქნება განადგურებული და ერთპარტიულად გაიმარჯვებს ქართული ოცნება. ბიზინა ივანიშვილმა უნდა გამოუშვას ყველა პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით მეთქი და მისცეს საზოგადოებას არჩევნებით მისი ხელისუფლებიდან ძალაუფლებიდან გასტუმრების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილს ემუქრება ნავიჩოკი, ესეც უნდა ვიცოდეთ, ანუ მან უნდა გააძლიეროს დაცვა მართლაც ხვედელიძე ეკას მიუმართოთ ქალბატონო ეკა გაუძლიერეთ დაცვა ბიზინა ივანიშვილს. არ ვიცი ამერიკელები მოიწვიეთ, რუსები არ მოიწვიოთ, ქართველები მოიწვიეთ, ევროპელები მოიწვიეთ, ვინც გინდათ ის მოიწვიეთ და გადაამოწმეთ 580-ჯერ თითოეული მოწვეული დაცვის წევრი ოღონდ გააძლიერეთ რომ ნავიჩოკი მართლაც არ ჩაუყარონ ბიზინა ივანიშვილს ისი ალბათობაც იმ შემთხვევაში თუ ბიზინა ივანიშვილი ნაბიჯ ნახევარს გადმოდგავს საქართველოსკენ ისი ალბათობაც იზრდება ანუ ნავიჩოკის ჩაყრის ალბათობა თუ შესაძლებლობა გააკეთებს თუ არა ბიზინა ივანიშვილი ამას ჯიუტი კაცია და არ მივაყენებ ახლა შეურაცხყოფას მე მას და არ ვიტყვი რომ არის ცოტა არაორდინალური ცოტა ფსიხი ცოტა არ ვიტყვი სხვა სიტყვებს არ მოვიშველიებ ახლა. ალბათ მაინც არ გააკეთებს, იმიტომ რომ ჯიუტია, იმიტომ რომ ნავიჩოკის ეშინია. და აი აქედან გამომდინარე კიდევ უფრო რთულ ტურბულენციაში შევდივართ. მისი მომხრეებიც კი არ მისცემენ მას შესაძლებლობას, გამარებოთ რუსულ ფაქტორს თავი, მის პიროვნულ თვისებებს თავი, იმის შიშს თავი, რომ ნავიჩოკს ჩაუყრიან ჩაიში თუ წყალში, მისი მომხრეებიც კი არ მისცემენ მას შესაძლებლობას რომ ნაბიჯი გადმოდგას საქართველოსკენ და იქნება ასე გაჭედილი ერთის მხრივ რუსეთის მოთხოვნა იქნება ჩამოკიდებული მის კისერზე ვითარცა დამოკლეს მახვილი და მეორეს მხრივ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიც იქნება სადღაც და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში რასაკვირველი არ შედის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ჩაუყრის მას ნავიჩოკს თუ გარკვეული ნავიჩოკს პირობითად ხო ანუ გასწირავს მას თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიზინა ივანიშვილი არ გასცემს დადებით პასუხს რუსეთის ფედერაციას და არ ეტყვის რომ თანახმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე ოღონდ ამ შემთხვევაში მას ეხმელის არაპირდაპირ მნიშვნელობით ნავიჩოკი ან დამოკლეს მახვილი ქართული საზოგადოებიდან არამედ ელის ძალიან მძიმე პასუხი ხელუკუღმა არტყმა ფიგურალურად ვამბობ რასაკვირველია ქართული საზოგადოების მხრიდან და ასეა გაჭედილი ეს კაცი რომელმაც თხარა და ეს ბედი თავად გამოუთხარა საკუთარ თავს ამ თვალსაზრისით თუ ვიმჯერებთ ერთი პასაჟიც იქნება და ღირდეს საბოლოოდ გაწევა პოლიტიკიდან და არა ბერას არა უტას არამედ ცოტნეს შემოყვანა და ცოტნეზე ამ სიმძიმეების ამ ტვირთის აკიდება მაგრამ ახალგაზრდაა ეს ცოტნე და შეიძლება ვერც გაკაჩოს სულ რომ უნდოდეს მაინც პატარაა მეთქი ვიტყვი ასე ის რო იყოს 25 27 30 წლის კიდე შეიძლება მაგრამ თუ მართლა ცოტნეს ააღებინებს ვითარცა მემკვიდრეს ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოთ პასუხისმგებლობას გასრისავენი ცოტნესაც მოსკოვიდან რო ვიცოდეს მაინც მოკლედ მძიმე მდგომარეობაშია მაგრამ მე ეს არ მაღლებს რაღაც უნდა მოიფიქროს საბოლოო ჯამში წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ ვიცი როდის მაგრამ მძიმედრო ამთავრებს ძალიან მძიმედრო ამთავრებს ეს გარდაუვალი ჩანს ამ გადასახედიდან აი 2026 წლის იანვრის 21-ის გადასახედიდან როდის არ ვიცი ნახვამდის